თუ ღმერთს ყველა უყვარს, რატომ ისჯებიან კეთილი ადამიანები? ბავშვებო, განსაცდელების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩა. მე ხა თქვენ გეკითხებით. თქვენთვის დედას წამალი დაულევინებია? და ეს წამალი ყოველთვის ტკბილია თუ ხან მწარეც არის? და ესე იგი დედა მწარე წამალს რო გვასმევს. რა, დედას არ უყვარვართ? არა, უყვართ. რატო გვასმევს? ჩვენთვის არის კარგი, ჩვენ რომ კარგად ვიყოთ, ხო? ხო და ნახეთ რა შეასაქმე. ღმერთი ზოგჯერ დაუშვებს ადამიანზე რაღაცა განსაცდელს და ტკივილს იმისათვის, რომ ადამიანი იყოს კარგად. ისევე როგორც დედა ხანდახან აკეთებს ისე, რომ რაღაცა მწარე წამალს გვასმევს, ხან ნევს გვიკეთებს. ერთხელ ისე ავად ვიყავი 80 ნევსი გამიკეთეს. არ და ნევს ისე ყველაზე მეტად მეშინოდა. მაგრამ ეგრე მოხდა, რა ვუყოთ. 80 ნევს. ეხაც რო ვიხსენებ, არა, დიდად არასასიამოვნო იყო, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. დედას რო ეთქვა, რომ კარგი შვილო 80 ნევსი ხო გამოწერილი, 40 გაგიკეთებ, იმიტომ რომ მიყვარხარ. მე დავრჩებოდი ავად. სწორი იქნებოდა? 80 ხო ჯობდა. ეგრე იყოს. თქვენ რა გონიათ? მე რო წუხდი ამ ნევსების გამო, დედა ჩემზე მეტად წუხდა. ამას რომ აკეთებდა, მაგრამ რა ექნა? იღილებოდა კი არა, მე რო ვტიროდი თუ მე რო ვწუხდი პატარაობისას, ხო თვითონ უფრო მეტად წუხდა. ამას იცი როდის მიხვდებით, თქვენ რომ მშობლები გახდებით. მაშინ მიხვდებით, რომ შვილის გამო უფრო წუხართ, ვიდრე საკუთარი თავის გამო, მაგრამ რა ქნას ღმერთმა? რო გჭირდება ჩვენ ეს განკურნება, არ გვიმკურნალოს?